საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომის მე-18 წლის თავზე საქართველოში რუსოფობიაზე სასაუბროდ კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა. მან 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში დაწყებული ომი Deep State-ს დაუკავშირა და კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში საქართველოს ჩართვაზე. რუსოფობიის მაგალითებად მან დაასახელა 2023 წელს რუსი ტურისტების ასტორია გრანდეს კრუიზერით შემოსვლა და რუსეთის მოქალაქეების ქორწილის დროს ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას აქცია. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ ჩვენ არ ვიმოქმედეთ, შეიძლება მიაღწიონ წარმატებას. მისი თქმით, ამ კამპანიას შედეგი არ მოჰყოლია და რუსი ტურისტების ნაკადი არ შემცირებულა. გარეთ პარტნიორების შიგნით აგენტურა ყველა ერთად ცდილობს, რომ გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, მათ ვერ მიაღწიეს მეორე ფრონტის გახსნას. ადრეც ასე იყო 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც უარი მიიღეს. შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე. ეს იყო სანქციების დაწესება, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. როცა ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის. ესეც ვერ გამოიყენეს, იმიტომ რომ საზოგადოებამ გამოავლინეს სიბრძნე. ამას მოყოლეს სამი რუსოფობიული კამპანია. კობახიძემ თქვა ისიც, რომ 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ქართული მხარისთვის კაპიტულაციის აქტი იყო. მანამდე საოკუპაციო ძალები 125 სოფელზე კონტროლს ვერ ახორციელებდნენ და 12 აგვისტოდან 125 დასახლებაზე მათი კონტროლი გაფორმდა. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ადასტურებს საქართველოს მთავრობის მეთაური. ჩვენ არ შეგვიტანია ბიზნესმა შეიტანა, თქვა ირაკლი კობახიძემ. მან აფხაზეთში საწვავის დეფიციტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. ზოგადად ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც. თუ რამე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში, ამბობს პრემიერ-მინისტრი. კობახიძის განცხადებითვე, თუ საქართველოს მთავრობას შეუძლია აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეუმსუბუქოს მდგომარეობა, ეს გაკეთდება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ტურისტული სეზონის პიკზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტი. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხება, რაც თავის მხრივ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები იმ კომპანიების დასახელებას ითხოვენ, რომლებმაც ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი მიაწოდა. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ საწვავის მიწოდება მთავრობის წინასწარი ნებართვის საფუძველზე მოხდა. თანხმობის მიცემის დრო და დასაბუთება საზოგადოებისთვის უცნობია, აღნიშნავენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას. ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხაზგასმით და მიზანმიმართულად მიუთითებს რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე, ამბობენ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე, რომელიც 2025 წლის მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტში ქვეყნების რამდენიმე ჯგუფია შეფასებული, მათ შორის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ანგარიშში საქართველოს შესახებ თავი ასე იწყება: ადამიანის უფლებები მწვავედ შეიზღუდა რეპრესიული მოქმედებებითა და კანონებით, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს, თანასწორობისა და არადისკრიმინაციის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს, აგრეთვე პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებებს, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ჩათვლით. ევროკავშირი წერს, რომ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ძირს უთხრის დემოკრატიის განვითარებას და ადამიანის უფლებებს. ანგარიშში საუბარია საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე და შეჩერებულ პოლიტიკურ კონტაქტებზეც. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია ევროკავშირის მიერ აქამდე გადადგმული ნაბიჯებიც და ხელისუფლებას შეახსენებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ბრიუსელის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს, რომელიც, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ქართული ოცნების ხელისუფლებას არ შეუსრულებია. ევროკავშირის ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება, ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშს. მისი თქმით, ევროკავშირის ანგარიშს მათთვის ფასი არ აქვს. კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება ეს დასკვნა. ინტერესი იყო ის, რომ უცხოურ აგენტურას მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა უნდა შეეცვალა ხელისუფლება ამას ვერ მიაღწიეს, რადგან ჩვენ მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა და მერე ამას უწოდეს დრაკონული კანონები. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც რუსული კანონი უწოდეს და რომელიც უცხოურ აგენტურას უპირისპირდებოდა. ეს არ მოსწონს იმ ბიუროკრატიას, რომელიც მოქმედებს ეგრეთ წოდებული Deep State-ის, გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. ეს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ
არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული. ასე ეხმაურება ოპოზიცია ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშს. ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში, აღნიშნავენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. დედაქალაქის მერიამ, რომლის დაკვეთითაც თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, კონტრაქტორის შპს Smart Solution 4-ჯერ დააჯარიმა. მიზეზი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევა. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, წერია 4-ვე დოკუმენტში, რომელიც კომპანიის დაჯარიმებას შეეხება. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო, სრულად აიკრძალა ავტომობილების გადაადგილება. რეაბილიტაციის დასრულების თარიღად თბილისის მერმა 2026 წლის ნოემბრის ბოლო დაასახელა. აჭარის ტელევიზიისა და რადიო ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ ბრალდებულები 7,000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლდნენ. კობა ფარტენაძემ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში გაავრცელა, რაზეც მას შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი 2 ადამიანი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრიპტოკომპანიის მენეჯერი დააკავა, რომელსაც ათეულობით მილიონი დოლარის უკანონო ტრანზაქციებს ედავებიან. უწყების ცნობით კომპანია საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა და ვირტუალური აქტივებისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახორციელებდა. დაკავებულ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნატოს ბოლო სამიტის დასრულებიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტის მასპინძელი თურქეთის დედაქალაქი ანკარა საიდუმლოდ დატოვა სხვა თვითმფრინავით. მიზეზი ირანისგან მოსაოდნელი საფრთხე იყო. თვითმფრინავის შეცვლის ფაქტი დაადასტურა თავად დონალდ ტრამპმაც. Washington Post-მა და შემდეგ სხვა მედია საშუალებებმა, მათ შორის ტელეკომპანია CNN-მა და CBS News-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ტრამპი პრეზიდენტის თვითმფრინავში დიდხანს არ დარჩენილა და ანკარიდან გაფრენის წინ ბორძე საკვები პროდუქტების ასატანად განკუთვნილი ამწე ფურგონით ფარულად გადაიყვანეს სამხედრო თვითმფრინავში. ამ თვითმფრინავით, როგორც წესი, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სარგებლობს. უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება ემზადება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ, რომელიც შემოდგომაზეა დანიშნული. ამ განცხადებით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ის დაეყრდნა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის ოლეღ ივაშჩენკოს ანგარიშს. ყველაფერი მტკიცდება რუსეთის შიდა დოკუმენტებით, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. პუტინს განსაკუთრებულად რთული გეგმა აქვს, მას სურს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსები ომს უჭერენ მხარს, ვინაიდან ყველა პარტია, რომლებიც ამ დრომდე დაუშვეს გარკვეული ფორმით მშვიდობის წინააღმდეგია. შემდეგ ეგრეთ წოდებული არჩევნების მერე გეგმავს 100,000-ობით რუსის დამატებით სწრაფ მობილიზაციას წლის ბოლომდე და ამდენივესი მომავალ წელს, ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინამ რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზა დაასახელა კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკ გზაზე განხორციელებულ შეტევის სამიზნედ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გასულ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის ბოლო ძირითად ფორპოსტზე ნოვოროსიისკის სამხედრო საზღვაო ბაზაზე დარტყმის უნიკალური ოპერაცია. მისი ინფორმაციით, ოპერაციისთვის გამოყენებული იყო უკრაინული რეაქტიული დრონები, რაკეტები ნეპტუნი და საზღვაო უეკიპაჟო კატერები, რომლებმაც სამიზნეებს ზუსტად დაარტყეს. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად დადასტურებულია პირდაპირ დარტყმა საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, ნავმისადგომებსა და საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონს შეუტია დარტყმების უმეტესობა საცხოვრებელ შენობებს მოხვდა არიან დაღუპულები და დაშავებულები. ხერსონში ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, საცხოვრებელი შენობების დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა დასცინა, რომ კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. მან ხერსონზე ღამით განხორციელებულ თავდასხმას მასშტაბური უწოდა და დააკონკრეტა, სამიზნე იყო სწორედ საცხოვრებელი კვარტლები. ზაპოროჟიეში რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად დაიწვა სავაჭრო ცენტრი. ხანძარმა მოიცვა დაახლოებით 10,000 კვადრატული მეტრი ფართობი. ოდესაში რუსეთის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა 10 სართულიანი შენობის მეხუთე სართულზე მდებარე ბინას. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძარი ჩააქრეს და მსხვერპლი არ ყოფილა. პოლტავის ოლქში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე, წინასწარი ინფორმაციით არავინ დაშავებულა. რუსეთის ხელისუფლებამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით პატიმრობიდან გაათავისუფლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ყოფილი საზღვაო ქვეითი 32 წლის რობერტ გილმანი. ის რუსეთის კოლონიაში 10 წლიან სასჯელს 2022 წლიდან იხდიდა პოლიციელზე, გამომძიებელსა და სასჯელ აღსრულების სამსახურის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით.
სააგენტო Reuters-ის ცნობით რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ შეწყალებული ყოფილი საზღვაო ქვეითი სამშობლოში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თვითმფრინავი დააბრუნეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევი სომხეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ინიცირებული ტრამპის მარშრუტის შესახებ ახალ ვადებზე საუბრობს და ამბობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის საზღვრისკენ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მომდევნო წელს დასრულდება. მისივე ცნობით, სომხეთი წელსვე გეგმავს თავის ტერიტორიაზე შემხვედრი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაწყებას.